მოგესალმებით და გიბრუნდით ახალი ვიდეოთი. უნდა ვნახოთ მძიმე დანაშაული პირველი სეზონის მეოთხე სერია, რომელიც სავარაუდოდ შედარებით გვიან გამოვა, იმიტომ რომ ამ ვიდეოს ვიღებ სამშაბათს. ესე იგი, დავასრულოთ ფაქტობრივად პირველი მინი-არკი წინა სერიაში. ემილიოს ხომ მოკლული ყავდა, ახლა კრეიზი როაც, რომლის სახელიც ისევ დამავიწყდა, მივა სიკვდილით სამწუხაროდ. სამწუხაროდ ხო ახლა რა უნდა ვთქვა, უკეთესიც შეიძლებოდა მომხდარიყო. რაც თავარია, ვოლტი მივიდა სკაისთან და ახლა მოუყვება ყველაფერს, იმედია მოუყვება ყველაფერს, იმიტომ რომ როგორც წინა სერიაში ვთქვი, შეიძლება უბრალოდ იმას ეტყვის, რომ კიბო აქვს და უმალავდა აქამდე, მაგრამ შეიძლება უთხრას კიდეც რა როგორ მოხდა. იმედია ეტყვის, იმიტომ რომ სკაი მართლა კარგი პერსონაჟია, მომწონს, ისევე როგორც ჯერჯერობით მართლა ჩემი ტოპ 3 პერსონაჟი არის ჯესი, ვოლტი და სკაი. ვოლტი, ჯესი, არ ვიცი, როგორც წინა სერიაში თქვი, არ ვიცი უკვე რომელი უფრო მომწონს, ჯესი თუ ვოლტი. ყოველ შემთხვევაში დავიწყოთ და ვიქონიოთ საუკეთესო სიბეთი. ყოველ შემთხვევაში მე ხარ თქვენ ნახით გექნებათ ყველას. მძიმე დანაშაული პირველი სეზონის მეოთხე სერია 3-2-1 დავიწყოთ. ოპერაცია ყინულის მტეხი. Icebreaker. როგორ მოხდა? ეს არასოდეს გამოგვიყენებია. მენტოლის დასახელება არ არის. რა? ყინულის მტეხი ხომ მენტოლია. ამას არავინ გაიფიქრებს. წარმოიდგენენ ვოლტი ჩრდილოეთ გაიფიქრებს. იდეები ყინულს როგორ მიაპობს. ეს შენი აზრია. მე კი ვიფიქრებ, რომ ოპერაცია მენტოლზე ლაბარაკობ. ოპერაცია მენტოლი ყოველთვის თავში მიტრიალებს, როცა სათვალთვალოდ ერთად ვართ. შენი პირი სუნი კაკაჩას განავლის ამბავი. ოპერაცია უსახელო. გმადლობ არაფრისთვის. ახლა კი მიესალმეთ დომინგო გალიარდო მოლინას. დომინგო. გაცილებით ჭკვიანია, ვიდრე რიგითი ინფორმატორი. ქუჩის დონეზე იყო, როცა გადმოვიპირე, მაგრამ ეს ტიპი ჯეფერსონებს გავს გამუდმებით ზევით მიიწევს. წვრილმან დილერებს რომ გვაჭერინებდა, მათ კლიენტებს თვითონ იბარებდა. ახლა ირკვევა რომ დაიკარგა. სავარაუდოდ მკვდარია, მისი მანქანა უდაბნოში ვიპოვეთ. ბოლო ვინც დაასმინა, მისი ბიძაშვილი იყო. ემილიო კოია. ბიძაშვილი? ფიქრობ ბიძაშვილმა გაიგო და შური იძლია? შესაძლოა მიშვილია. სხვა დროს ვიტყოდი, რომ ვიღაცამ მსოფლიო სამსახური გაუწია, მაგრამ ჩვენი ინფორმატორის მანქანაში 2 გრამი მეტამფეტამინი ვიპოვეთ და ლაბორატორიაში მივიტანეთ. სადაც გვითხრეს, რომ ასეთი სუფთა არასოდეს ვნახავთ. 99.1%. ჩვენი ქიმიკოსი გაგიჟებულია, ამბობს, რომ უკეთ თვითონაც ვერ მომზადებდა. უარესი ისაა, რომ მექსიკის სუპერ ლაბორატორიაში არ დამზადებულა. ვარაუდობთ, რომ აქვე ნიუ-მექსიკოშია წარმოებული. მანქანა დამზადების შესაძლო ადგილას მიატოვეს. იქ მხოლოდ ეს დარჩათ. კვანტიკოში ვნახოთ იქნებ ზედრამე იბოვა. ჩვენმა თანამშრომელმა ფილტრის ელემენტებით ნიმუში აიღო და იმავე სიწმინდის მეტამფეტამინი აღმოაჩინა. ეს არის კარგი. ქალაქში ახალი მოთამაშეები გვყავს. არ ვიცით ვინ არიან და საიდან მოდიან, მაგრამ ჩვენ ვიცით, მაყურებლებმა. ჩემი აზრით ალბუკერკეში ახალი ნარკობარონი გვყავს. არც ისე. ინტერესანტი წარმოგვიდგენს. ეს გაბოროტებულისგან ცოტა ვიქრინჭები მაპატიეთ რა. ეს ავტორი ვინს გილიგანი. Breaking Bad გაბოროტებული არა. ღმერთო, ვერ ხედავ რომ დაიწვა. ჭანდება. სკაი კატამი კიდევ გაქვს? ჩვენ სემერილს ახალი დასჭირდება. გემრიელად გამოიყურება. კომბოსტო სალატში უცხიმო მაიონეზია? არ ვიცი, მაღაზიაში ანაყიდე.
კარგი. ჰენკ, ლუდი კიდევ მოგცე? პაპი თავის ქუჩი ისაქმებს? არა მგონი ასე იყოს ჰენკ. ყველას გაუხარდება თუ ამას აღარასოდეს გაიმეორებ. მერი, ვინო დაგიმატო? არა გმადლობ. კარგი. მე ლუდი მინდა. ოჰო, მინდა რომ შენი ეტრეინი მომეფეროს, მაგრამ იცი რა? ესეც არ მოხდება. იქნებ წვენი დაგიმატო? ო, კარგი. საყვარელო რამე ხომ არ გინდა? არა ვალტ გმადლობ. კარგი. ახლა ვემოვა. სათქმელი თუ უთხარი, რაც მთავარია. ეწყება ეს. არა. დამცინი? კაი, კინო არ ეს უცნაური იყო. გოგოები რიგში უნდა დგებოდნენ. უთხარი რომ სიმპათიურია. ძალიან საყვარელია. უნდა რომ საყვარელი კი არა, სექსუალური იყოს. ხედავ რას გულისხმობ? ეს ქალური მოსაზრებაა. ქალური მოსაზრება. მის ვინე აუცილებელი არ არის ბიჭი ჩარლზ ჰესტონს გავდეს. მოსეს პერიოდს გულისხმობ. იმისთვის რომ გოგოს მოეწონოს, მთავარია თავდაჯერებულობა. თავდაჯერებულობა და შეუპოვრობა. ალბათ, რავი. ეს არის მთავარი. დეიდაშინ მერის არ ვასვენებდი. პოემანზე ვპატიჟებდი. ის კი უარს მეუბნებოდა. 50 მაინც დავპატიჟე. ეს მანამდე იყო სანამ შევიწროებისთვის დაშტას დაიწყებდნენ. და მამა შენზე რა სიტყვი? კარგი ისტორია, უოლტ. მოუღევი სკაილერი როგორ გაიცანე? დედა ლოს-ალამასოში მიმტანი იყო და მამამ რაღაც გითხრა. საერთოდ დედა შენი მიმტანი არ ყოფილა. საზაფხულო სამუშაო იყო. ჰოსტესად და ასევე სალაროსთან მუშაობდა. იმ ადგილას ხშირად ვსტუმრობდი, რადგან ლაბორატორიასთან იმდენად ახლოს იყო, ველოსიპედით გადავდიოდი. მას შემდეგ რაც შევამჩნიე, მხოლოდ მაშინ მივხვდი, როცა ვიცოდი რომ მუშაობდა. თუ ბევრი საქმე არ ჰქონდა, მაგით დასეყრდნობოდა და კროსვორდებს ავსებდა. მაგრამ თან მალავდა. თავსაჩვენებდა ვითომ მუშაობდა. ამის გაგების მერე ყველიანი სენდვიჩის ჭამის საინტერესო ისტორია გაქვს. შეება დავიწყე. ყოველ დღე ლანჩის დროს ორივე ნიუ-იორკ ტაიმსის კროსვორდს ვავსებდით. ერთმანეთისგან 10 ფუტის მოშორებით. და ბოლოს დავინახე რომ მიყურებდა. ასე რომ ვუთხარი უკაცრავად 14 ჰორიზონტალურად 700-იანი სიტყვა მაკლია. ხომ არ იცით რა არის? რა დაწერეთ? გამიხარდებოდა მოგონებების ნახვა თვითონ სცენის სამისლის. უნდა ვაღიარო იმიტომ რომ ბოლო სცენა ამათი ძალიან კარგი იყო. მგონი ბოლომდე ერთიც კი არ შემოვსია. დედა შენი კი კალმით წერდა. მოხერხებულია. გეგონა მამა შენს ასეთები არ შეეძლო რა? მეც ამას ვამბობ. არ უნდა დალებდე. როცა რაღაცას ან ვიღაცას მიზნა დაისახავ, უბრალოდ ხომ გესმის? დაითრგუნა იცი, სკაილერი. სკაილერ. რა მოხდა? დედა. სუდად ხარ? საყვარელო. იმის გამო ხო არ არის, რაც ვოლტმა უთხრა. რა მოხდა? რა ხდება? მას გითხრა. ესე იგი გაიგო კი ბორომ აქვს. სკაი. რას გულისხმობს? ვალტ. ნაიფეს სიტყვის ახლა, რა უნდა თქვას? კიბო მაქვს. თქვა? ფილტვის კიბო. ამას არ ველოდებოდი. ძიმე მდგომარეობაა. კი? ანუ კრეიზი-ის დაიმილოს ამბავი არ ვთქვამს, გასაგებია. ეგრეც ვფიქრობდი, მაგრამ იმედი მაინც მქონდა რომ გავხედა.
კითხეთ რამდენი ხანია რაც იცის? ეს ვოლტუნცოსი. კარგი რა თუ ღმერთი გწამს ვოლტ. ჩვენ გვაქვს ხედვართ და ვსადილობ თითქოს არაფერი ხდებოდეს. მთხოვა რომ არავისთვის მეთქვა. არც არავისთვის გითქვამს. ორი დღეა ასევა. ფაქტობრივად. თან უქმეებია, ამიტომ ექიმსაც ვერ ვუკავშირდები. ორი კვირა თქვა თუ ორი დღე. რაც გამოტოვე. ვოლტ, ნუ თუ ვერ ხედავ. ყველას უნდა რომ დაგეხმაროს. ჩვენ ხომ ასე სამერესენი და ასეთ რაღაცებს ერთად გადავიდა. კიბო. არ მესმის. ფილტვის გიბო? როგორ შენ არც კი ეწევი? ეს ალბათ 20 წლის წინ დაიწყო, როცა ლაბორატორიაში სხვადასხვა ნივთიერებების გარემოცვაში ამუშავებდნენ. უსაფრთხოების ზომებს ყოველთვის ვიღებდით. ერთხელ დაიჩივლე, რომ რაღაც არ მოგწეს, არ ვიცი, სავენტილაციო, ჩაფხუტი თუ რაღაც ასეთი. და მე თავის ტკივილები გქონდა. საყვარელო ეს არაფერ შუაშია. რატომ გონიათ, რომ ეს შერჩევათ? ადვოკატი უნდა დავიქერავთ. არა, მოდი ჯერ ეს საკითხი მოვაგვაროთ. ვოლტისთვის მომდევნო ნება. სხვა ექიმის აზრიც ხომ უნდა გაიგოს? ო, რა თქმა უნდა. კარგი. ხვალ დილითვე. ექიმ ჩვენ წავიდეთ. ლოგებს დავალაპარაკები. წავიდოთ. მე. საოცნებო გუნდს ვიპოვეთ. ხანახან ის სისულელეს ვიტყვი ხოლმე YouTube-ზე ეს კარგია. ვიდეოში. კარგი იქნება. ხო, მასეა. ნუ ვოლტმა იცის უკვე რომ ხო, კარგი. ხო. იცის ხდება რომ აზრი არ აქვს, მაგრამ მაინც მე ვოლტუმცროსთან შევალ. იქნება. კი ვოლტუმცროსთან როგორმე შედი. ჩვენთან გამოსვლაზე დავითანხმო. მართლა არ მინდოდა ასე გაეგო. კი უოლტ. რაც უნდა მოხდეს. ამას თქმაც არ უნდა. ნებისმიერ შემთხვევაში. იცოდი რომ შენს ოჯახზე ყოველთვის ვიზრუნებ. ყოველთვის. ეს საინტერესო ფრაზა, იმიტომ რომ გაიგებს რა გააკეთა ვოლტმა. საინტერესო და დაწუნებული ვერ გაიგებს, მაგრამ ძალიან მაინტერესებს რას მოიმოქმედებს. რა ხდება? ეს ჯესის საქმეა? მოდი ეს ვითომ პოპტარსტი ნახე. ძალიან მაგარია. თელი წვეულება აქვს. კანადიდან თუ საიდანღაც არის. იმპორტულია. შენს დერეფაში რა მოხდა ძმაო? ჯერი ჩამოიგრა? მგონი სახლი იშლება ძმაო. ხან რა ინგრევა ხან რა. თვალშიც მომხდა. ნუ ახსნე თავის დელუჩები. თუ რაღაც ასეთი. მართლა? კარგი. ნომერი დამიტოვე. ჯესი, კრისტალს ისე ვამზადებ? ხო. ისევ. თქვენ გაგვაკელი ხართ ახლა რა. გავიგე პარტნიორი და კარგი. ემილია. ხომ დააბადემრეს. არა ძმაო, გამოუშვეს. ბიძაშვილმა გამოიყვანა, თუ არ ვწდები ქალაქიდან გაიქცა. ამის შესახებ არაფერი ვიცი. ბოლო დროს ჩემს საქმეებს ვაგვარებდი და დრო არ ქონდა. უთხარი მაგის თავი არ ქონდა და ხომ გესმის? მოვდუნდებოდი. აბარა, კვირა დღის кайფი ძმებო. კარგი. ისე მოხდა რომ ცოტა ხნის წინ საუკეთესო პარტია მოვხარშე. მართლა? ახალი რეცეპტი მაქვს. მთელი ფორმულა. მოკლედ, ქიმიურად გაცილებით უფრო ჯანდება. უბრალოდ ბომბია. მაგრამ არ ვიცი. მინდა რომ ცოტა ხნით შევეშვა. ბოლო დროს პარანოია დამემართა. ხომ გესმით? თვალზე კიდე ეტყობა ცოტა დაურჯებული, თუმცა თითქმის მოურჩა. ჯანმრთელობის გამო შევეშვი. თუ არ გინდა მოგვაწევინო, გითხარი რომ დავახვიოთ. არა უშავს. საპნის ოპერა არ გჭირდება. ო ძმაო, დაიკიდე. არა, ყველაფერი კარგადაა. ისევ ამბობ.
მოსაწევი ბევრი მაქვს. არა, უნდა დავიზრა ძმაო. ახლა რამე ახალი პრობლემა არ შეგვექმნას მათგან. ვიხუმრე. ეს მხოლოდ ხუმრობა იყო. რას ამბობთ? დასხედით. აი, საუკეთესო სკანტი. მოსაწევი აიღე. მადლობა. თორემ მეგონა ახლა სადღაც ისეთ ადგილას წავიდე. ესენი ვარ შობენი. Now, Jesse. Dann შევით ბრძნობ თავს. როგორც ვოლტს ისე კარგი, ეს უკვე მართლა გამაგიზიანებელია. ჩემ თავში რო ესეთი რამე ხდებოდეს, ხო გავაფრენდი. ესე ვანდება ახლა. ევანდება, ხო? არა, სერიოზულად? იესო ქრისტე გადაგარჩენს. ეგრეც ვიცოდი. უბრალოდ მოსწავლეები არიან. ხო, წინა სერიაში ხო. Crazy 8-მა. იქნა ეს. არა. კარგი, მორჩა. შენი. სერიოზულად? ვალდ, ხომ არ დაგეხმარო? არა, ყველაფერი რიგზია საყვარელო. კარგად ვარ, მხოლოდ განმარტოვება მინდა. მადლობა. თუ დაგჭირდები, აქვე ვარ. კარგი. დიახ, პარასკევს მეცლება. დიდი მადლობა, რომ დრო გამონახეთ. შეიძლება რომ საკრედიტო ბარათით ვისარგებლო? კარგია. მშვენიერია. კარგი, შევთანხმდით პარასკევს დილით 10:00 და 45 წუთზე გნახავთ. ძალიან დიდი მადლობა. კარგი. არის. საყვარელო. საუკეთესო ონკოლოგი ვიპოვეთ. არა მარტო ნიუ-მექსიკოში, არამედ მთელ ქვეყანაში. ექიმი დელკავოლი. ეს კიდე ექიმებს ეცნობს, გასაგებია. მერი ძალიან დაგვახმარა. თავისი უფროსისთვის უნდა დაერეკა და
მერი კარგი. ამის ესე ქვია ეს მერი ქვია ამის დას მაგის მამინდა ამით ვერ ვლაპარაკობ ხოლმე ხანდახანია საკრედიტო ბარათი რატომ ახსენე? დეპოზიტის მსგავსი რაღაც არის. და რა თანხაა? $5,000. $5,000 5,000. ვაუ თუ საუკეთესო ექიმით რო არის კი და ეს მხოლოდ დასაწყისია. ამდენს იმის მოსასმენად ვიხდი, რაც უკვე ვიცი. უოლტ, ჩვენი სადაზღვევოს პარტნიორი არ არის ასე, რომ რამეს მოვიფიქრებთ? ძალიან გთხოვ, შენ ფულის გამო არ იდარდო. შეგვიძლია ჰენკისგან ვისესხოთ. გამორიცხულია. არა, ამას არ გავაკეთებთ. მაშინ იქნებ დედა შენს ვთხოვოთ. უკვე დავრეკე? არა უოლტ, ანდრე თუ გვიან მოგიწევს ამის თქმა. შემიძლია მე დავურეკო? დაურეკო. მოკლედ მომისვენე ფულზე არც კი უნდა ვიფიქროთ. ახლა ფული მთავარი არ არის. არ არის. კარგი. არ არის. კარგი? კარგი. დეპოზიტს მე მივხედავ. მართლა? ხო. საპენსიო ფონდიდან ვისესხებ. არა მართლა ესეთი შედარებით ცოტა სხვანაირი გახდა ეს სერიალი უკვე იმიტომ რომ პირველი 3 სერიის პრობლემა რომ მოვიშორეთ ჭანდაბა. ოპა შემოდი. მოდი შვილო. რა ხდება? მეგონა თაგვების ხმა შემომესმა. ეს გაგვაკლია რა. რა მოხდა შვილო? რა ჯანდაბა გჭირს? ისე უცნაურად იქცევი კი ძალიან ასე უცნაურად რატომ იქცევი? შვილო, ხო, ისე იქცევი თითქოს არაფერი ხდებოდეს. დამეჯერე უფრო მეტი ხდება ბევრად მეტი ვიდრე შენ წარმოგიდგენია ხაიცი რომ ერთხელ მაინც ერთ დღეს მაინც გაიგებს ყველა ნუ მაგრამ შენ რა იცი აი მე დარწმუნებული ვარ ნუ მე ერთს ვიტყვი დიდი პლუსი ამ სერიალის უკვე ის არის რომ პერსონაჟებს მაქსიმალურად კარგად აჩვენებენ ანუ არ არის ეხლა ვისაც ვინც ამ სერიაში ნახეთ თუნდაც ისეთი პერსონაჟი რომ არ მომწონდეს ვოლტი და ჯესი რომ მომწონს ისე რაც იცოდით სკაილერიც მერი ვოლტუნს როსი ჰენკი короче კაი პერსონაჟები არიან რა და ახლა პოლიცია არა შენ არ გეჩერებენ ვაუ ვოლტ არა. მოიცადე. დამალაპარაკე. კარგი რა. მოიცა, გინდა რომ მოვიდე და გცემო? არ გინდა ნერვები მომეშლებოდა ისე მეც კენი იმარჯვებს.
და კიდევ ერთ რამეს გეტყვი. ამას ქველმოქმედებისთვის არ გავაკეთებ. გესმის? ოფისში ჩემზე უკეთესი არავინ არ ხავს. ეს თვითონაც იცის და მეც ვიცი. ველოდები რომ ანაზღაურება შესაბამისი იქნება. და რას ვაკეთებ? დეივ 40,000 კარგი პრემია გონია, იმის 10%-იც კი არ არის, რაც მარტო ამ კვარტალში მოგიტანეთ. შეურაცხყოფას ვერავიდან. ძალიან ნერვიულობს. ხომ იცი? ეშინია სხვა კომპანიაში არ გადავიდე. ნებისმიერ დაბრუნდი გავაგრძელეთ 3-2-1. ნებისმიერ ადგილას მიმიღებენ ჰოპმან გორდონ ბრედლიში. სორშერში. გამეთი შემთხვევით. სორისთვის. შევაბიჯებ მაშინე პარტნიორად დამნიშნავ. ახლა კიდე წახმა და ბაბა სჭირს ამ ხმას. მეგობარ რო ეს გოგო უნდა ნახო. ვინ? არა ძმა. ის ძროხა. ის ძროხა. ფერმის ნამდვილი ძროხა. ქვილში ამოავლე და სველი წერტილი მოძებნე სანამ შეტევაზე გადახვალ. აი ეს ტიპი სიმყრალეს ვერ ჩამოერეცხავ. სერ, სუცშტაბეჭდება სტოებს უკვე. სერ, უკაცრავად გამარჯობა. რა თქმა უნდა. გამარჯობა, რით დაგეხმაროთ? რომელი ტიპი? ხულიქს რომ გავს? კეთროვანებით გაშრობს. აი მე. უკაცრავად. მაგრამ ნიუ-მექსიკოს ვორტმა გავახსოვს რა. მთელი ეს თანხა გადაურიცხო. თუ შეიძლება. ონკოლოგების. დიახ, სწორად დაწერეთ. არ მესმის პიკოლოსა და ჰობიეს შორის არჩევანს რატომ გაიძულებენ? ორივეთი არაჩვეულებრივად უკრავ. ამბობენ, რომ სასული საკრავებიდან ერთზე მეც ვერ ავირჩევ. როგორ უნდა გაანაწილონ, ვიღაც უარაფრად დარჩება. ალბათ წესებს უნდა თქვენ ვინ რა ხართ? თქმა უნდა წესებს უნდა დავემორჩილოთ. ამის მომხრე ვარ, მაგრამ დამიჯერე. ჰობოითი საოცრად უკრავ. ნიჭი გაქვს, უმიზესოდ არ გეუბნები. მადლობ. მისტერ პემბერტონზე რა სიტყვა? სათენადო ყურადღებას გითმობს? კი, ნამდვილად. ყოველი გაკვეთილის დროს ცდილობს სათითაოდ ერთხელ მაინც დაგველაპარაკოს. ეს ძალიან კარგია, გამოხმაურება მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით მთავარია. ფეხბურთის ვარჯიშმა როგორ ჩაიარა? ოპა. მგონი ჩვენი ეზოდან იყო. ვიხარ? რა? აქ რა ჯანტობას აკეთებ? აუ, ჯესი. გამარჯობა, მამა. მამა? გამარჯობა, დედა. ჯეიკ. ეზოში ახალი ავეჯი გაქვთ. მაგარია. ჯესის ოჯახი ესე. ფეხებით კინე. აი მე ჯესი ეს მასხარა ხარ. ჯეს პინკ. ნე. ადამიანურობა. კაი ნახატია. პატარა ჯესი. ვაუ, აი ეს არის გადასულები. თუ დაწუნებული ვარ ძალიან ესეთი რთული გასაკეთებელი იყო ეს სცენა. შენი აზრით რა უნდა იყოს? ღმერთმა იცის ექსპერტი არ ვარ. არ ვარ. დეპრესია, კაიბი. შენზე მეტი არც მე ვიცი. ნუ, მოდი თქვათ რომ ერთიც და მეორეც. დეპრესია ნაკლებად, მაგრამ დარჩენის უფლება მივცეთ. პრესვიტერიანულ ეკლესიაში ასეთებისთვის შეხვედრები იმართება. იმ პირობით დავტოვოთ, რომ იქ იბლის ხოლმე. თუმცა არ ვიცი, ჯეკს რა ვუთხრა. ჯეკი ბავშვია? პატარა? გამარჯობა. გამარჯობა, საღამოშიდობის. კარგად გეძინა? რომელ საათზე ვსადილობთ? დაახლოებით 1 საათში.
გინდა ტანსაცმელს გაგირეცხავ. ეტყობა რომ დიდი ხანია გაცვია. არა, გმადლობ. სხვა დროს იყოს. ამას აღარ გავაკეთებთ. ადამ, არა, კარგი. წესის შემოღება ხომ გვინდოდა? ოდა შემოვიღეთ. ახლა უნდა დავიცვათ. სამწუხაროა. სუპრაშლის ვაუ, და ახლა იტყვის არც ისე ცუდი ბიჭი ყოფილა. გამარჯობა. რა ხდება? ავტობუსით არ მიდიხარ? გარგი. მისმინე. 20 წუთით დამელოდე და ერთად წავალ. კარგი. გარგი. გარგი. არ მოგატყუებთ ვიდა რომ ვოლდმსროსი და ჯესი ერთმანეთს შეხვდნენ. მაინტერესებს უბრალოდ როგორი დიალოგი იქნებათ. ფიქრობ რომ რაღაცები თავისთავად გვარდება. ნუ ცდილობს ხასიათზე მოიყვანოს. ეს როდის მიიღე? შარშან მაისში ყოველწლიურ კონკურსში. კიდევ ის მომცეს ბოლოში რომ არის. ნუ ესე იგი გარემოს და ჯეიკი ჯესის აბსოლუტური ეს რას ნიშნავს? საპირისპირო როგორ თქვა საწინააღმდეგო გერგა ჟურნალს დაუკავშირდა. აუ, არა. ფურცელს რა ნივთიერებებით ათათრებდა. რაღაც სხვა სიტყვა არის და არ მახსენდება. ჩაღზამეკო. ბიზნესის სფეროში კავშირებს ამყარე. კარგი. მისმინე გახსოვდეს. ზოგ რაღაცას ციგნებით ვერ ისწავლი. ნუ რა თქმა უნდა ჯესი მაგრჩევას მისცემს. ერთმანეთს უფრო ხშირად უნდა ვნახულობდეთ. უბრალოდ დავსხდეთ და ვილაპარაკოთ ხოლმე. მითხარი თუ ოდესმე არაცი სრული რჩევა დაგჭირდება. ანეგდოტა. მეორე რამე გადამიტანია. ჩანდაბა პლეიტაზე უკრა? არა, ეს პიკოლოა. ძმა, ჯეთრო დალი დაუკარი. ბიჭებო, როგორ ხარ? ყველაფერი კარგად არის. ჯეკ? ხო, დედა, კარგად ვარ. ჯეკ ჯეკია ჯეკია შენიერია. რა ჯანდაბა? ამას ხედავ? ვიღაც დამნაშავე ხომ არ ვარ? დაივიწყე. დავივიწყო? გონია ეს ნორმალურია? ალბათ ფიქრობენ, იმ არარაობას ჩვენ რჩეულ შვილთან ვერ დავტოვებთ. ო ჯეს მე ვარ რჩეული? ო კი, როგორ არა. მუდმივად შენზე ლაპარაკობენ. აჰა ესეც სიმართლე. ახლა მართლა რომ კარგი ურთიერთობა გქონდეთ ძმებს
იმიტომ რომ როგორც ჩანს კი განსხვავებულები არიან აშკარად, მაგრამ საერთოდ საერთოდ რაღაც. ალბათ რესის ბავშვობის სათამაშოებია. აუ, ეს ყველაზე სიმართლეა. რო ვიცოდეთ, იმდენი გასაფერადებელი მაქვს ბავშვობიდან, გაუფერადებელი. მაგარია. რა მაგარია. თუ ჯესის ნახატებია ეგ. მაგრამ ეს უჯვარი ნახატია. აუ, რატომ უყვარს მისტერ უაიტს ქიმია? ეხლა მიდოდა მეთქვა ვოლტერი, თქო? სასაცილოა. აუ, უნდა მოინდომო. ეს ვოლტისგან ალბათ. კი. გისმენ. ძმაო, მე ვარ. მისმინე, მაშინ რომ გაგვასინჯე ის წამალი. ისევ გაქვს? არა, არა. არაფერს დავარიგებ. კველმოქმედებას თუ ეძებ ხსნის არმიას მიმართე. არა, უფასოდ არ მინდა. ჩემს ბიძაშვილს მდიდარი მეგობრები ჰყავს. ახლა ჩვენს ქალაქში არიან და ქართულობას აპირებენ. ესენი თავიდან მართალი ვიყავი. ძალიან მაგარია. რა სიტყვი? დიდი თანხის შეუნახო მგინდა? ყველაფერს იყიდიან, რაც გაქვს. არ გინდა ჯესი. უბრალოდ ახალშაში ნუ გაიხოთ თავს თვითონ ვიცი რომ გაიხოს თავს. პლუს ვოლტსაც გახვალს. დაუჯერებელი. აქ რა ჯანდაბას აკეთებ? ჩაგვრელის წასვლას დაველოდე. არ გეწყინოს. ვინ გამოგიშვა? გადამცემი გიგეთია? მახეს მიგებ? ხო, მოხარ? გადამცემი გინდა? ხო, აი აქ მაქვს. მიკროფონში ლაპარაკე, ბოზო. რა ჯანდაბა აუ, გჭირს? გადამცემი. ღმერთო. ვის მოუპევი? აისთვის არ მომყვა. მაშინ აქ რა გინდა? არ ვიცი. საქმის კურსში უნდა ჩაგაყენო. საქმის კურსში? ხო, რა ვიცი. რა ქვია? განხილვა. ვიფიქრე, რაღაცის განხილვა შევძლებდით. განხილვა. კი. შენი აზრით ეს გჭირდება? განხილვა? ხო, მომხდარის მერე ეს აუცილებელი ჩანს. ხომ გესმის? დაველაპარაკოთ. სხვა ვერავის მოუყვებით. მოკლედ, გარდა ამისა უნდა მეთქვა, რომ ხომ ხტები, ჩვენ მიერ მომზადებული მეტამფეტამინი ყველას ძალიან მოსწონს. მართლა. რამდენიმე ტიპს ვიცნობ. ვინც ახალი დოზისთვის მარცხენა კვერცხს დათმობს. კარგია. უბრალოდ იცოდე, რაც ჩვენ არ გვჭირდება. თუ ოდესმე გადაწყვეტ, გადავაქვთ უკვე დაჭდა კომპიუტერი. კიდევ ცოტაც მოვამზადოთ. ასე. ვახ. რაც მომზადოთ, ხო? ჩემს სახლს მოშორდი. რატო? ისევ ამბობ. წადი. და აღარ დაბრუნდე. კი. ახლავე. დრესელდებოდი იგრე პირდაპირ რომ ვეუბნები. კარგი. იცი რა? აქ 4000-ია. იმ პარტიის გაყიდვიდან
შენი წილი. ამიტომ მოვედი. ხო, მართალია. ხედავ, თლიანად არ მომიწევია. არ თქვა ახლა რომ დააწვავს ფულს. არა. საკმაოდ ბევრი ჩავარდა. აუზში. არაწური ლუჯრედოვანი ადენოკარცინომა. მესამე სტადია. ფილდვიდან უკვე ლიმფურ კვანძამდე გავრცელდა. უდავოდ სერიოზული მდგომარეობაა. მაგრამ ეს მაპატიეთ რა ქიმიური ტერმინები ძალიან ცოტა ვიცი და აწუდეს კურნებადია. ჩიდური არის ჩემთვის. ვიტყოდი რომ მკურნალობას ექვემდებარება. ჩვენს ხელთ არსებული სამკურნალო საშუალებები საკმაოდ ეფექტიანია. ვერაფერს დაკვირდებით, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ რადიაციისა და ქიმიოთერაპიის კურსს, რომელსაც შემოგთავაზებ, წარმატებული ისტორია აქვს. ზოგ შემთხვევაში პაციენტს სიცოცხლე უხანგრძლივდება და რემისიაც კი მიიღწევა. რა გვერდითი ეფექტები აქვს? გვერდითი ეფექტები ან სუბუქია, ან არავითარი. ან შესაძლოა საშინელი იყოს. ძალიან ინდივიდუალურია. როგორც წესი, ქიმიოთერაპიის დაწყებას 2 კვირაში თმის ცვენა მოჰყვება. თმის ცვენა? შესაძლოა უჩვეულო დაღლილობა იგრძნოთ. ენერგია არ გექნებათ. საწოლი და ნადგომი. ახლა გამახსენდა. მაგის დაკარგვისა და კუჭ-ნაწლავის TikTok-ზე მყავს ნანახი. თავგადასული ვოლტი. ღრძილებიდან სესხლდენა. რა თქმა უნდა, ღებინებასაც უნდა. იმერთა უკავშირე ეს. მის საწინააღმდეგო საშუალებას აუცილებლად იმპს გამოვა. თირკმელისა და შეღრდის ბუშტის გაღიზიანებაც სავარაუდოა. შესაძლოა ასევე მერთვად სისხლდენა გახშირდეს. სქესობრივი გვერდითი ეფექტების არსებობს. აუჩი. ზოგ შემთხვევაში კანის ზედმეტად შრება. საწყალი ვოლტი. მე გაიფერდი ჯესი პირველი ვეძრა ეს. ამის შესახებ რა იცი? არაფერი. ამჯერად ვერ გამოწვრები. რამდენი შანსი მოგაცით? აქ რამდენჯერ ვისხედით და ამ თემაზე გაუთავებლად ვლაპარაკობდით. თვალებში გვიყურებდი, ამტკიცებდი რომ არაფერი იცოდი და ჩვენს გრძნობებზე თამაშობდი. ყველაფერს გვეუბნებოდი, რისი მოსმენაც გვინდოდა ოღონდ მორიგი შანსი მიგეღო. ორივეს გვასულელებდი. ყოველ ჯერზე. კმარა ჯესი. კმარა. ჩვენ სახლში ამას არ ავიტანთ. გვინდა რომ წახვიდე. დედას კი არ უნდა. კარგი, არ მეგონა ასე მოხდებოდა. იქნებ დააბრუნოს, იქნებ ძმამ, თქვასე ამე. მადლობ რომ არ დამასმინე. ახლა არ დამიბრუნებ. ვაცა რა? სერიოზულად? ვინც უარგისი იყო. მოიცი. სერიოზულად? ნამდვილად დავიწყე გაანალიზება მეთქი რა? კიბოსთან დაპირისპირება. აი. იცი რა მგონი ძალიან დამაიმედებელია.
გესმის რა ვთქვი? ვთქვი რომ მართლა ძალიან დამაიმედებელია. ო, რა სიტყვი დავურეკო და ვუთხრა რომ მომდევნო კვირიდან დაიწყებ. მგონი აჯობებს. კიდევ განვიხილოთ. სულ ესაა. და განსახილველი რა არის? საუკეთესო მკურნალობა უნდა გაიარო და ის ექიმი საუკეთესოა. ფულის შესახებაც უნდა ვილაპარაკოთ. $90,000 მაინც დაგჭირდება. ან მეტი. არამეს მოვიფიქრეთ. 90,000. არსებობს. ასევე განმარტება. მე შემიძლია მუშაობა ისევ დავიწყო. უოლტ გამოსავალი ყოველთვის არსებობს. მაქსიმალურად ცდილობს Sky. თქვათ, გამოსავალს ვიპოვე. ამდენ ფულს დავხარჯავთ და მერე ნუ რაღა მერე. რა ვალები უნდა დაგიტოვო? არა, საყვარელო. არ მინდა რომ ემოციებს ავღვეთ. იქნებ მკურნალობა საერთოდ არ ღირს. მაშინ უარი თქვი და მოკვდი. What? დანებდი და მოკვდი. ვახ, მოდუცროსო. აიო. კარგი, ამას არ ველოდებოდი. ნამდვილად ამ სერიაში ისეთი რაღაცებს ამბობენ, რომ ჩემიც უთინია ეს სერია. ანუ თავდება. იმიტომ რომ ბაბაჩვენა რომ რაღაც ჩვეულებრივ ზელი იყო. ბასის სახვალებს ეგ არის კაი. მიდი გაინძერე. აი, ისევ ის ნაკავი. შენი აზრით რა თქვა? ხო ძმო. არ უღელავ. ხო, საუკეთესო ადვოკატი მყავს. მეორე მხარეს ყოფნა. ახლა გორი ბანკანიც დაუმტვრევს. მაგარი გუნდი შეუკრებია. ჩემ წინააღმდეგ მასალას აგროვებს. რატომ გონი რომ დაგაზავს და დაუმტვრა? არა. კაი. ნუ ეგრე ძალიანაც არ გადაეროვულა, მაგრამ რაღაც ეს იზავს უეჭველი. პირდაპირ ტიპთან? თუ მანქანასთან მეც. მე გაიქები? რა კადრია ნახეთ. და აფეთქდა. რა ჯანდაბა? არ მივახლოვდეთ. რა საკეთებ? ვინმეს დაურეკეთ, სახანძრო გამოიძახეთ. ვრეკა. ვაუ! იცით რა ღირდა? ეს რატომ მოხდა? რატომ? როგორ შეიძლება ასე მომხდარიყო? რელიზი მომზადებულია მუვიჯიზმი. ეს ფინალური ნაქვია სიმღერები ტიტრების დროს რო უკრავენ მომწონს. ვაუ, საბოლოოდ. ნუ, პრეტენზია არც მაქვს, იმიტომ რომ ისეთი ტიპი იყო. ეს რომ აშკარად იმსახურებდა ცოტა. კაი, შეიძლება მანქანის დამტვრევების ღირსი არ იყო, მაგრამ მაინც ახლა
ყოველ შემთხვევაში ჩემზე არც ისე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. Cancer Man, ასე ქვია სერიას. კაი, ესე იგი ეს იყო მძიმე დანაშაული. პირველი სეზონის მეოთხე სერია. ბევრი არ მაქვს ამ სერიაზე სათქმელი, რა ვთქვა, ისეთი სუპერ მნიშვნელოვანი რაღაც მოხდა, არა რაც მთავარია. ოჯახმა გაიგო ვოლტერის, რომ კიბო ჰქონდა, ჯესი თავის ოჯახთან მივიდა და სამწუხაროდ სულად დამთავრდა მაგათი ამბავი. ნარა ჯესი ძმა გადარჩინა. ბოლოშიც რომ დაულეცა ეს მარტი მაგრამ დრო დაუშალა, ზრუნავს აშკარად უმცროს ძმაზე. მაგრამ საინტერესო ის რომ გაბრაზებულიც არ იყო, იმიტომ რომ როგორ უნდა იყოს თვითონაც ხომ ზუსტად იგივე საკეთებდა და აი მშობლებმა რომ აღმოაჩინონ რომ ეს ჯეკისაა, ცოტა კატეხავს, იმიტომ რომ ესე ეცედა ჯესის, ხა მოწვი ჯესი ქვია უფროს და ჯეკი უმცროს, ვაიმე. ესეც თქო ჯესი მაგას დაცვას რომ სამწუხარო იქნება რომ წავაახლა და უყოვიან ისევ. მაგრამ მე მართლა იმედი მაქვს რომ ჯესისაც დაულაგდება ყველაფერი ოჯახთან, ვოლტსაც დაულაგდება, იმიტომ რომ ეს ბოლოში ვოლტ უმცროსის გამოსვლა ვაუ რა იყო მართლა. და იმედია კიბოსაც რამეს უშველია. დიდი ალბათ აი თითქმის დარწმუნებული ვარ რომ მაკეთკენ მივდივართ რომ რაღაცა უნდა გამოიგონოს ვოლტმა და ჯესიმ უნდა გამოიგონონ, რაც დაეხმარება ვოლტს კიბოსგან განკურნებაში. და შეეცდება ყოველ შემთხვევაში, მაგრამ ეხლა ძალიან შორს წავა ყოველ შემთხვევაში ჩემი თეორიებით, მაგრამ ვოლტი მოკვდება ბოლოში. კითხვას არს, რიტორიკულ კითხვას უბრალოდ არ გამცეთ პასუხი კომენტარებში, არ გამასპოილეროთ, მაგრამ მაინც ისეთი შეგრძნება მაქვს ეს კიბო და დაავადება და თან TikTok-ზე ნახე მყავს მელოტი ვოლტი და ასე მგონია რომ სერიალი საბოლოოდ მაინც ისე დამთავრდება რომ ვოლტი მოკვდება. არა და რავი, ჯერჯერობით არ მინდა რომ მოკვდეს. და სერიალის სათაურის მიხედვითაც Breaking Bad მძიმე დანაშაული აშკარაა რომ ვოლტი შეეცვლება მომავალში სავარაუდოდ უარესისკენ, როგორც თავიდანვე ვფიქრობდი. ნახოთ რა მოხდება. ჯესი შეიძლება უკეთესისკენ შეიცვალოს, ისედაც მომწონს მეგ პერსონაჟი, მაგრამ მაინც ნახოთ. ასე თუ ისე მეტი სათქმელი არაფერი მაქვს დაგემშვიდობებით, იმედია მოგეწონათ ეს სერია. სერია პირადად მე მოგეწონა, კარგი იყო, უბრალოდ კარგი იყო. იმედია მოგეწონათ ჩემი ვიდეო, თუ მოგეწონათ დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, დატოვეთ კომენტარები, აქტიური ძალის ხილაკი. ნახავთ სხვა დროს, ნახვამდის.